გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია საქართველოს ფუტზალის ლიგის მორიგი ტურის ტრადიციული მიმოხილვა. რა თქმა უნდა, მალხაზ გედევანიშვილი და ლუკა ხოჯავა იქნება თქვენთან ერთად. მოგესალმები ლუკა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს ფუტზალის ლიგის მესამე ტურის შესახებ ვისაუბრებთ, რომელსაც 23 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და ალბათ მივყვეთ აქედანვე თანმიმდევრობით და მიმოხილვასთან ერთად ვისაუბრებთ. მოიქოქა ჩემპიონატი უკვე აშკარა. ნელა უკვე კარგი და საინტერესო კონტურები იკვეთება. პირველი დაპირისპირება მესამე ტურის თბილისი თელასის წინააღმდეგ, გასაგებია ახლა აქ ვინ იქნებოდა ფავორიტი. ჩვენ ნახებთ თელასის ერთი შეხვედრა ამ ჩემპიონატში და გასაგებია რომ ეს გუნდი წელსაც როგორც მინიმუმ საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ გუნდების სიაშია. რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ასე დაიწყებ თელასთან ასეთი გოლით. ლოგიკურია შემდეგ საბოლოო შედეგიც. ზურაბ ლუკავამ გაიტანა ეს გოლი უკვე 28 წამზე. შეიძლება და ალბათ გიორგი ცხოდიანსაც უკეთ ეთამაშა ამ მომენტში, მაგრამ რაც იყო 1-0. ფორსტები ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი გოლია ეს. თუ მიხსიერება არ გავტოვს. საერთოდ თუ წლევანდელ ჩემპიონატის გულის ხო წლევანდელს. იყო შემდეგ რამდენიმე ყვითელი ბარათი, ჭოხონელიძემ მიიღო გაფრთხილება, შემდეგ გიორგაძემ. ეს ყველაფერი 2 წუთის განმავლობაში ხდებოდა თბილისელთა თავს. გახამა ისაია. ყველაფერი უკვე მე-10 წუთზე ხდება. 2-0. ბურთის კონტროლს თავისთავად მოყვება ხოლმე. საბოლოო შედეგი და თელას ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო შეუძლია ამ კომპონენტში. იდეაში 15 წუთში დაასრულა ყველაფერი თელასმა, ხო? და შემდეგ უკვე ტექნიკის ამბავი იყო. აქ შოთა თოფურია იყო ახლოს ნეტანელ გოლთან. მეორე ტაიმის, არა, ისე პირველ ტაიმს. ერთადერთი შანსი თუ არ ვცდები პირველ ნახევარში. გოგლა ჭოხონელიძე იყო ახლოს. მესამე გოლი ჯანო გიორგაია შოთა თოფურიას შედეგიანი გადაცემის შემდეგ გააქვს თელასის 9-იანს ეს ბურთი. აქაც თოფურია ძალიან კარგია სეზონის სტარტზე. ფორსტები ეს მისი მეხუთე პასია ორ თამაშში. კომპონენტში ნამდვილად გამოირჩეოდა ყოველთვის და ამ სეზონშიც ნახოთ ჯერჯერობით საუკეთესო. აქ ისევ გოგლა ჭოხონელიძე, მაგრამ ჯამბურია. თავის სტიქიაში. თავის სტიქო ადვილად გაუმკლავდა. არ იყო იოლი დარტყვა ნამდვილად, მაგრამ გააკეთა მეკარემის რაც ასე დროს უნდა გააკეთოს ხოლმე. ძირითადად ესე შორიდან ოქავს თბილისი. ძნელია. რედუტების დასვის რედუტების გარღვევა აქ ნუკრი ჭუმბურიძე. კარგად გათამაშებული კუთხურის შემდეგ 4-მდე იზრდება ენერგეტიკოსების უპირატესობა. ძალიან უყურადღებოდ ითამაშა იოსებ მამაგულაშვილმა, ხო? ძალიან ცუდად ითამაშა, მაგრამ თბილისმა რაც გააკეთა, გოლი რომელიც შევა 2 სუდრის. აველო კიკვაძე ისევ შორიდან კარგი გოლი გამოვიდა, ვერაფერს ვიტყვით. აქვე ბექა ტყემალაძე იცავს თელასის კარს და ამ მომენტში იგი ნამდვილად უძლური აღმოჩნდა. 37 წუთზე მოახერხეს დედაქალაქელებმა პრესტიჟის გოლის გატანა და ამის მერე არც ერთი, არც მეორე გუნდის კართან გუნდის შესრულებით საინტერესო არაფერი მომხდარა. 1-4 თელასის ზედიზედ მეორე გამარჯვება. დაგეგმილი 3 ქულა. თავარი იყო აგვეღო 3 ქულა, იმიტომ რომ ჩემპიონატის სტარტი თუ დააკვირდებით სურპრიზებით სავსეა. ამ დროს თავარია 3 ქულა ავიღოთ, რათა ჩავერთოთ 4-ევლისთვის ბრძოლაში. კიდე ბევრი თამაშებია წინ და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ხარისხსაც მოუმართოთ. ასე რომ ბიჭებმა დავალება 5-იანზე შეასრულეს, 3 ქულა ავიღოთ. პირველ რიგში ეგ იყო მთავარი. კი ბატონო, დაგეგმილი იყო. 3 ქულა აქტივშია და მესამე ტურისთვის 2-დან 2 მოგება ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი და ერთი თამაში კიდევ ჩასტარებელი აქვს. თუ ვისთან გამოტოვა ის თამაში ახლა ვნახავთ საქმეში. TMC თბილისი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ყოფილი ტატიშვილის სახელწოდებით მოასპარეზე გუნდთან უნდა გამართოს თელასმა ეს შეხვედრა, თუმცა თავის მხრივ TMC თბილისიც უდანა კარგოა, მართვესთან გასაგები იყო რომ
ალექსანდრე ზაბირაძის შეგირდები იყვნენ ფავორიტები, მაგრამ მართოს სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდ ხანს უძალიანდებოდნენ, საკმაოდ კარგი დაცვა ითამაშეს ქუთათურებმა. რამოდენიმე მწვავე კონჩეტევაც მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ კლასი, გამოცდილება, უკეთესი ფიზიკური მომზადება თავისას შვება. ხო, თან მართოს შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ გუნდი სახლში უფრო კარგად ჩაატარებს თამაშებს. მოტივირებულიც იქნება. ძალიან კარგია. მაგრამ მალხაზ მურცხოვლაძე ახერხებს მე-16 წუთზე პირველი გოლის გატანას, თუმცა აქ მეკარეს მგონი უკეთ თამაში მართებდა, მალევე, ძალიან მალევე უკვე ვახტანგ კეკელია. თითქმის 1 წუთში ორამდე გაზარდა მედიკოსების უპირატესობა. თუმცა ვახტანგის ბენეფისი ამის შემდეგ დაიწყო, ოღონდ სხვა ვახტანგის ამ გოლის მერე. აქ მან წამოიწყო ეს შეტევა, თუმცა შემდეგ უკვე ყველაფერს ვახტანგ ჯვარაშვილი აკეთებდა. ესე ხარ თქო, ცოტა ისე. რა მაგარი მოძრაობა, შესანიშნავი. პაუზა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი იყო. კარგია რომ ჯვარაშვილი შედის ფორმაში და ის შარშანდელი გვახსოვს მისი სეზონი ოპერაციის შემდეგაც საკმაოდ სასარგებლო იყო, თუმცა წელს ის გაცილებით უკეთესი იქნება და ალბათ ერთ-ერთი მშვენება იქნება მიმდინარე ჩემპიონატის, აქაც დაცვაში ხა მართვეს. რაც შეეძლო გუნდმა გააკეთა. აქ უკვე დაცვა აღარაფერში იყო, მაგრამ მოიგონა. არჩევ როძინი 19 წლის კიპერი, რომელიც გამოცდილებას თუ გამოუცდელობას ნამდვილად უჩივის. დასჯადი ქმედება იყო და დაისაჯა კიდეც. 4-0. ჯვარაშვილს ეს არ გასჭიროებია. კიდევ ერთხელ შეეძლო თავისი ანგარიშის შევსება, მაგრამ ხარიხა. ამაგეროთ აქ წინვალე დარტყმა რა ლამაზი გოლი გამოვიდა და ეს ვახტანგ კეკელია იყო. რაც ესეც აუცილებლად ვნახავთ. ისევ ჯვარაშვილი. კარგი იყო ქურდაძე მანამდე, რომელიც სლალომივით გაიარა დაცვის ხაზი ქუთათურთა. ხო, მოკლედ თქვენ თონაც ხვდებით თუ რამხელა იყო. ხო და ნუ არაფერი მოულოდნელი თან ამ ყველაფერში არ ყოფილა. უბრალოდ სასიამოვნო იყო ის, რომ პირველ 16 წუთი ბრავო, ვახტანგ ჯვარაშვილი, საოცარი გოლი. ულამაზესი. ნახოთ ახლა რამდენად დიდია ამაში მეკარის შეცდომა. რა თქმა უნდა, არ იყო მზად, ფეხებს შორის გაუძრა, მაგრამ დარტყმაც მშვენია. დარტყმას უნდა უკარგავთ ულამაზესი შესრულება და ისე ვახტანგ ჯვარაშვილი, რომელმაც ამ შეხვედრაში 4-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა და ამ დარტყმით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 6-0. მარჯვენა ფეხით გინდა, მარცხენით გინდა, ერთ თავით არ გაუტანია. ჯვარაშვილი in action. როგორც პირველი ტაიმი იბრძოლეს მართვემ, ძალიან კარგი გუნდია, მობილიზებულები ჩამოვიდნენ და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწეს. ხოლო რაც შეეხება მეორე ტაიმს, უფრო მობილიზებულები გამოვედით, შემართებით გამოვედით და ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოცდილებით მივაღწიეთ ამ შედეგს. ანგარიშიდან გამომდინარე, იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი გუნდია, მართვე ძალიან ბევრ გუნდს დააკარგინებს, ქულებს და უსურვებ მომავალში წარმატებებს. შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს აქ თავი არ გამოუჩენია. ჯერჯერობით წინა ჩემპიონატში თუ სწორად მახსოვს, მერე მოიქოქა? მერე. ყველაფერი წინ არის აქ. ახლა უნდა ვისაუბროთ თამაშზე, რომელიც ჯერჯერობით ისე ჩემპიონატში ყველაზე გოლიანია და სხვა შორის უნდა ვთქვათ, რომ შარშანდელი ახლა შედარებით დიდი ანგარიშები, დიდად დაძაბულობა იგრძნობა. კი ბატონო. თუმცა ამ შეხვედრაში დაძაბულობაც იყო რა საკვირველია, მაგრამ საბოლოოდ ისეთი არა ფუტზალის ანგარიში დასრულდა ყველაფერი. თუმცა რატომ? ხო, რატო ფუტზალში უფრო ხშირად არის? კი ბატონო. კოლხი გულრიფში ბესეუ
ბესეუ ტრადიციულად საკადრო პრობლემებით შეხვდა მატჩსაც. კოლხმა რა გათქვას მაშინ მას. ბესეუ არა და კოლხი უფრო სწორად და რატომღაც მეგონა რომ ბესეუ ამით ისარგებლებდა. ამერან ცხომარიას გოლი ვნახეთ. მესამე წუთზე რომელიც მან თავის გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა. ხსოვნას მიუძღვნა, ასე ვთქვათ. კარგი დარტყმა იყო ნამდვილად. აი აქ უკვე ბესეუს ფეხბურთელებს მართებდათ ალბათ ანგარიშის გათანაბრდება ჯერ დავით ნინიძე, შემდეგ მალხაზ შამილაძე, მაგრამ როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში უშეცდომო იყო ლევან ყურაშვილი. და წინვალე პასი ამირან ცხომარიასი და მურმან იოსებიძის გოლი 2-0. ძალიან მაგარ გადაცემებს აკეთებს ცხომარიაც. კარგად ხედავს მოედანს. კარგი უპირატესობაც შეიქმნა კოლხმა. ამ მეხუთე წუთისთვის. ახლოს იყო. ბორის ესებუა ისევ ცხომარია აკეთებდა ფანტასტიკური პასი. დაცვაში კოლხს პრობლემები აქვს. ძალიან დიდი. მაგრამ როგორც ნუ შემდეგ გაიგო, უფრო მეტი პრობლემა ბესეუს აქვს დაცვაში. მაგრამ რატომღაც მეგონა რომ წერან არ დავასრულე აზრი, რომ ბესეუ მოახერხებდა შესუსტებული მეტოქის დამარცხებას. სკამი გაცილებით დიდი ქონდა თბათუმლებს. კარგი პასი ზურაბ შამილაძის და ლევან ნადარაია. აქ უკვე კარგია მალხაზ შამილაძე. მით უმეტეს აი ამის შემდეგ, რაც ორი გოლი გაიტანა. ძალიან ადვილად მოახერხეს ბათუმლებმა ეს ყველაფერი. ყველაფერი ეს ხდება 2 წუთიან ინტერვალში, მეცაც გეტყვით 3 წუთიან ინტერვალში საერთოდ წინ გავიდნენ ბათუმელები, ესე რომ მაგრამ ვერა და ვერ. ხო. დაინახეთ. აქაც საერთოდ ბრავო დავით სალუქვაძეს ჩასვა. ძალიან კარგი დარტყმა გამოვიდა, იშვიათად რომ ბურთი ესე პირდაპირ კარში ჩაეშლეს ხოლმე. მაღალი ტრაექტორია. ბათუმელები უკვე წინ არიან. გავიდა ეს გოლი მე-18 წუთზე, მე-18-ზევე კოლხმა ანგარიში გაათანაბრა. ცხომარია ისევ ამ გოლის შემქმნელი, ასე ვთქვათ. კარგი პასი ჩაიფიქრა, იქ რიკოშეტი, ცოლებმა ვერ გადაკეტეს ბურთი და რომელიც გიორგი გოგობერიშვილ ყველა გავიტანა. სწორ პოზიციაზე. ყველა ჩინგიზ უნდერი ვერ გაიტანა. ჩინგიზ უნდერი. აი, დაახლოებით იგივე ვარიანტი და. ზუსტად აი ამაზე საუბრობდით ახლა. გიორგი გოგობერიშვილმა ანალოგიურ სიტუაციაში უკვე ვეღარ მოახერხა თავის გამოჩენა და სამაგეროდ კინაღამ საპასუხო გოლიც მიიღეს კოლხელებმა, მაგრამ ნუ ეს ყველაფერი არ იყო თავისთავად. 3-3 დასრულდა პირველი ტაიმი, უკვე მეორე ნახევრის კადრებს ვადევნებთ თვალს. ეს უბრალოდ გახურდნენ პირველ ტაიმში გახურდნენ. ესეთი გოლი არ ვიცი. ბორის ესებუა. კარგი დარტყმა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ასე უმეთვალყურეოდ მიტოვება ფეხბურთელის. არც ერთი არ იყო. რიკოშეტს იყო როგორც ჩანს. ასე არ გაუშვებდა. არა მგონია. მგონი წუნშია. ეს კასკადი. გოლები ხო გავიდა და რამდენი აიღეს კიდე მეკარეებმა ესეც და. კარგი კომბინაცია და აი თორნიკე ბროლოძეს მოუბრალოდ ლევან ყურაშვილმა გატანილი გოლის გატანის საშუალება არ მიცა. ამგვარად ნახოთ აქ რას უთხოვდნენ. ბესეუს ფეხბურთელები, ყვითელი ემოციური გამოხატვისთვის, ნახოთ. ნო ხელზე აშკარად ხდება თან კარში მიდის. აშკარა ეს იყო 6 მეტრიანი სამაგიეროდ ამას მოყვა გოლი ბესეუს კარში. ბესეუს კარში. ილია რეხუიაშვილი ეს ავტორი, გამოზომილი კარგი ზუსტი დარტყმა და 5-3 გახდა ანგარიში. მაგრამ ნუ ამ ყველაფერმა ბესეუ დიდად
ვერ შეაშინა. მიუხედავად იმისა, რომ მეექვსეც გაუშვა. ტიტო ანდღულაძე შამუჰამედ მოსიევის პასით მოახერხა ანდღულაძემ ამ გოლის გატანა. კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო ილია რეხვიაშვილს, მაგრამ ამის მერე ბესეუ ისევ დაბრუნდა თამაში და მალხას შამილაძის შესანიშნავი დატოვა და შესანიშნავი გოლი. ეს 18 წლის ბიჭი უდაოდ ბესეუს ახალ ლიდერად ყალიბდება. აი სხვა დარტყმით აქ ვერ გაიტანდა, მხოლოდ ეს იყო შანსი და ნაკლოდ შეასრულა, იყო ძალიან ბევრი ისეთი მომენტი მისი შესრულებით ამ მატჩში უბრალოდ გაუნდერი იქიდან რომ თავად მიმოხილვა ძალიან ხანგრძლივი გამოდგა 15 გატანილი გოლის ხილვის საშუალება უნდა ქონოდა. ყველაფერი ვერ მოხდა მიმოხილვაში. მაგარში 6-4-ია ხედავ. 6-4. კოხის სასარგებლოდ. კარგი ჯარიმა იყო, მაგრამ არ გავიდა ეს ბურთი. აგერად გავიდა. 6-5 თორნიკე ბროლაძემ როგორც იქნა მაინც შეძლო თავისი გოლის გატანა. ну რატომღაც აქ მეც და ალბათ გულშემატკივარსაც ეგონა რომ ბესეო დაბრუნდა და ასე იოლად აღარ დათმობდა ამ მატჩს, ну მინიმუმ ქულა ალბათ. აი გაეტანათ და ხოლმე შეიძლება ეს გამართლება. მურა შამილაძე. ესეთი დასანანი გოლი. ისე ანდღულაძე. ცნობილი ტაქტიკური ხერხი, როდესაც ბურთის დაჭერა უნდა გუნდს. გადადის 5 ჩეტევაზე და ნუ აი დავით სალუქვადის შეცდომაც ნახეთ ყველა. კარგი იყო ისევ მალხას შამილაძე და ლევან ნადარაია. შანსი კვლავ დატოვა. კვლავ დაუტოვა შანსი შავი ზღვის პირელებს. 7-6 მოკლედ სუპერ დაპირისპირება იყო გოლების. კარგი გოლებიც გავიდა. ხო. აი მეკარებიც ძალიან ბევრს სოლავდნენ ესეც. ისე როგორც ძალიან ბევრს ახერხებდნენ და წინვალე ეპიზოდი ისევ მალხას შამილა რა მაგარი ფილდია. აი ამას ხელს მოაწერდა ნებისმიერი ბრაზილიელი. გოლით რომ დასრულებული იყო, თვად უკეთესი იქნებოდა. გასაგებია უტევდა ბესეუ და ნუ კოლხი ელოდებოდა უკვე თავის შანსს. აი აქ უკვე ფაქტურად დაცვის გარეშე თამაშობდა. აი ესე უნდა დააგვირგვინო შეტევები. თამაშობდნენ ბათუმლები და ამერან ცხომარი ამჯერად კვლავ ახერხებს გატანას 8-6 აქ. ნუ ფაქტიურად 40 წამით ადრე ყველაფერი გაირკვა. კიდევ ერთ გოლს გაიტანს ცხომარია და ეს ამით დასრულდება კიდეც მატჩი. ისევ შეტევა 5-ზე. უიმედო მდგომარეობაში მყოფი სტუდენტები, ბათუმელის სტუდენტები. აი ესე დასანანი მარცხი 9-6 შეხვედრა რომელშიც რომც არ წაეგო ბესეუს და რომ მოეგო, ალბათ არავის არაფერი გაუკვირდებოდა, მაგრამ ნუ აი ეს გამოცდილება, აი ფინალისტის გამოცდილება მაინც უკვე აქვს გოლს. სწორედ აი ამის ხარჯზე მოახერხეს მათ. საჭირო, ძალიან საჭირო 3 ქულის მოპოვება და ბოლოს ჩვენი შეხვედრა, რომლის პირდაპირ რეპორტაჟის ხილვის საშუალებაც ჰქონდათ და ჰქონდათ საშუალება გეყურებინათ ეს ყველაფერი სილკ უნივერსალის ეთერში უკვე ვიდეო ჩანაწერი, დინამო თესეუ. ლუკა საინტერესო იქნება შენი მოსაზრება ამ შეხვედრაზე. ხო, არ ველოდი რა გადაგინდა. თუ აი ესეთი ანგარიში დასრულებოდა ეს მატჩი. შედეგს ხო? ხო, შედეგს უგულისხმობ რა თქმა უნდა. სოხუმელებისგან მეც ველოდით, მაგრამ პირდაპირ გითხრა, თუ რაღაც მოკიდო დავიწყე. ლევან ყობაიძემ წააგო ეს თამაში, იმდენი შეცდომა და უშვა ამ შეხვედრაში, რომ აი მე პირადად დავაბრალე მას, რა თქმა უნდა, იმედი არ ეწყინება, მაგრამ ძალიან ბევრს სოდავდა. ხო, ნუ გაუნდერი იქიდან რომ ყობაიძე და ჭანუყვაძე ამ გუნდში ყველაზე გამოცდილები არიან და ალბათ მათი შეცდომა უფრო ისე. აი ჯარიმა აიგდა. ჩანს ხოლმე. აქედან გაიხსნა ანგარიში, არ გამომართლა სიგნალას. უნდა გამოეტანა ეს ბურთი, ხო? დავით ბობოხიძე 13 წუთზე თესეუს მოთამაშე მწვრთნელი. არ უნდა გასულიყო ეს გოლი, მოდი შევდავდეთ, რაღაცა კურიოზი იყო. გასატანი გოლების სიაში არ იყო აქ. სოხუმელთა ირანელი ლეგიონერი ფარშატ ჰასემი ომრანი. ო, ეს საერთოდ არ მომეწონა. ყოველ შემთხვევაში ამ შეხვედრაში არაფერი გაუკეთებია, ესე დასამახსოვრებელი, რა.
ჩვენ უკეთესი ირანელი ლეგიონერებიც გვახსოვს ლიგაში. ძალიან უკეთესი. ახაც შეცდომა ისე უყურებელს ხდებოდა და ახლა ამისთვის დაისაჯა გუნდი. კარგი იყო გიორგი ჩიმაკაძე, ძალიან კარგად გაერკვა სიტუაციაში და 2-0. ეს უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში გადის ეს ბურთი. ამაგარი პასი იყო, უმაგრესი გადაცემა. ნოდარ ქურცაძე უბრალოდ ვალდებული იყო ეს ბურთი გაეტანა, სწორედ იმიტომ რომ აი ეს პასი განსაკუთრებულად ფასეული გაიხადა, ვერა სიგუნავა იყო ახლოს მიზესთან და ალი ასლანი ჩაერია საქმეში. კარგი იყო თევზაძე ზოგადად. თევზაძე ძალიან მაგარი. და მაგარი დაცვა ქონდა, ხო? თესეუს. ძალიან მაგრა იცავდა თავს, აი თავი. ახალგაზრდული, ძალიან სიმპათიური გუნდია. ჩვენ შემთხვევით არ დაგვირქმევია მართვესთან მათი ნათამაშები პრეს სენსაცია. ასე იოლი თესეუსთან თამაში ნამდვილად არ არის. კაბინეტი გიორგი ნადირაძე უკვე თებობის დარტყმის განეიტრალებას ახერხებს. ორ შეტევებში მიმდინარეობდა შეხვედრა. აქ ერთ გოლს თესეუს კარში შეიძლება ყველაფერი თავდაყირად დაეყენებინა, მაგრამ არ გავიცა. არ გადის და აი გადის ასე. ალი ასლანი. ძალიან კარგი მეკარე და ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო. ხო, მაგრამ იცი რა, ბევრი კი არ მოუგერიები, არც არაფერი არ ყოფილა, ხო, აი რაც დაარტყა სოხუმმა აცდა კარს, ან რაღაცა ეპიზოდი იყო. სულ ჩართული თამაში იყო თქო ვერ ვიტყვით. საბოლოო ჯამში 0-3 და როგორც შენ აღნიშნეს მოულოდნელი შედეგი იყო, როგორც მოველოდით. მადლობა მეტოქიბინს ესეთი კონკურენციისთვის, ნამდვილად კარგი გუნდია. ჩვენ გუნდზე რასაც მადლობა ბიჭებს, ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშის მოსაგებად და გავიმარჯვეთ. მადლობა ყველას. ლაკონურად გასაგებად. კი ბატონო. და აქვე ალბათ ამ დავასრულებთ ბოდის შეგაწყვეტინე. ფუტზალის ლიგა 2-ზე უნდა ვთქვა 2-20 სიტყვა. მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა კვირას, ძალიან საინტერესო დაპირისპირებაში საქართველოს უნივერსიტეტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ძლია 2-1 ძალიან მაგარი შეხვედრა გამოდგა. უახლოეს კვირას 2 დეკემბერს ლიგა 2-ის კიდევ 2 დაპირისპირება გაიმართება, ილიაუნი იუჯის ეთამაშება, ხოლო თელავი თესეუ 2-თან გაარკვევს ურთიერთობას. რაც შეეხება ფუტზალის ლიგაში ერთკვირიანი პაუზა გვაქვს. მიზეზი სანაკრებო შეკრება. თამაშებია 4 და 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტზალში უნგრეთთან გამართავს ორ ამხანაგურ შეხვედრას, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, რასაკვირველია და ყველას გელოდებით. ამ მატჩების სანახავად და ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ თქვათ, რომ ასათიანის გუნდი სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, რაც შეეხება ფუტზალის ლიგას, უკვე 7 და 8 დეკემბერს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება მეოთხე ტურის შეხვედრები. და ჩვენ სწორედ აი ამ მატჩების მიმოხილვით დაგიბრუნდებით უკვე ეთერში. კი ბატონო, გემშვიდობებით დროებით. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.